Patriarchis არჩევნებამდე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, ვინ მიიღებს ხმებს, არამედ ისიც, ვინ რა ხედვას თავაზობს ეკლესიას, მრევლს და მთლიანად საზოგადოებას. Სამი კანდიდატიდან ორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა და მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა საკუთარი პროგრამული განაცხადი გამოაქვეყნეს. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. მომავალი პატრიარქის საკითხი ვერ დარჩება მხოლოდ შიდა საეკლესიო პროცედურად, როცა ეკლესიის წინაშე დგას რწმენის, განათლების, სოციალური პასუხისმგებლობის, ეროვნული ერთობის და საზოგადოებრივი ნდობის გამოწვევები. ამ ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია მოსაყდრე შიოს დუმილი. კანდიდატი, რომელმაც სინოდის პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამ პროცესში საზოგადოებასთან საკუთარი ხედვით უბრალოდ არ გამოსულა. ეს მის პოზიციებს ავტომატურად კრიტიკას ვერ დაუქვემდებარებს, მით უმეტეს რომ არც გაგვიგია მისი საჯარო დამოკიდებულება პრობლემური თემების ან მოვლენების მიმართ, მაგრამ საზოგადოებისთვის ბუნდოვან სტოვებს რა მიაჩნია მას ეკლესიის მთავარ პრობლემებად და რა გზით აპირებს მათ გადაწყვეტას. სინოდმა კანდიდატებად შიო მუჯირი, იობ აქიაშვილი და გრიგოლ ბერბიჭაშვილი 28 აპრილს შეარჩია. საბოლოო არჩევანისთვის კრებაზე მინიმუმ 20 ხმაა საჭირო. მიტროპოლიტ გრიგოლის განაცხადში ერთ-ერთი მთავარი ხაზი ეკლესიის შიდა წესრიგის განახლებაა, მართვა-გამგეობის დებულების დახვეწა, კრებსითი მმართველობის გაძლიერება, ბუნდოვანი ნორმების დაზუსტება და თანამედროვე გამოწვევებზე უფრო ორგანიზებული პასუხი. მისივე ტექსტში ხაზგასმულია, რომ დებულება უნდა შეესაბამებოდეს როგორც საეკლესიო ტრადიციას, ისე იმ ეპოქას, რომელშიც ეკლესია დღეს მოქმედებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქცენტია სასულიერო პირების სოციალურ მდგომარეობაზე. წლების განმავლობაში ამ პრობლემას ხშირად უყურებდნენ. ახლაც პრინციპში ამაზე თითქმის არავინ ლაპარაკობს. არადა ეს უზარმაზარი პრობლემაა. ეკლესიის ზედა იერარქიისა და მასთან დაკავშირებული ელიტური ჯგუფებისთვის ეს საკითხი შესაძლოა ასე მწვავედ არ იდგეს, მაგრამ რიგითი მღვდლების დიდი ნაწილი, მათი ოჯახები, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახები, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სოციალური ფენაა მთელ ჩვენ საზოგადოებაში. მინიმალური ან საერთოდ არ არსებული ხელფასი, სამედიცინო დაზღვევის არქონა, სტაბილური შემოსავლის სიმწირე, ეს ყველაფერი სასულიერო მისიასაც ამძიმებს. ამიტომ ამ თემის პროგრამულ დონეზე წამოწევა მხოლოდ შიდა საეკლესიო საკითხი არ არის, ეს ეკლესიის სამართლიანობის საკითხია. მეუფე გრიგოლის ხედვაში ასევე ჩანს განათლებისა და მისიონერობის მნიშვნელობა. საღვთისმეტყველო განათლების გაძლიერება, მონასტრების საგანმანათლებლო ფუნქცია, ახალგაზრდებთან თანამედროვე ენით საუბარი, ციფრული პლატფორმები და ისეთი ფორმების მოძებნა, რომ ეკლესია ახალგაზრდებისთვის მხოლოდ რიტუალი კი არა, ცოცხალი სულიერი სივრცე გახდეს. ასევე გამოკვეთილია დიასპორასთან კავშირის გაძლიერება და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. მიტროპოლიტ იობის ტექსტში მთავარი აქცენტი ეკლესიის შემრიგებლურ მისიაზეა. ის პირდაპირ საუბრობს პოლარიზაციის პრობლემებზე, საზოგადოების ჩვენებად და მათებად დაყოფაზე და ეკლესიის პასუხისმგებლობაზე. გახდეს სულიერი ხიდი დაპირისპირებულ ნაპირებს შორის. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი დაპირისპირება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ოჯახურ, სოციალურ და მორალურ სივრცეებშიც აღწევს. მეუფე იობის პროგრამაში ასევე ჩანს ინსტიტუციური იდეა, საკათალიკოსო, როგორც ეძახიან, საკათალიკოზო საბჭოს აღდგენა, სადაც 7 სასულიერო და 7 საერო წევრი უნდა შედიოდეს და პატრიარქს კონსულტაცია გაუწიოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პოლიტიკა, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ თანამედროვე ეკლესია მხოლოდ ტაძრის კედლებში ვერ ჩაიკეტება, მას სჭირდება კომპეტენცია, ცოდნა და საზოგადოებასთან პროფესიული დიალოგი. ორივე მიტროპოლიტის, პატრიარქობის ორივე კანდიდატის განაცხადში განსხვავებული ტონით, მაგრამ საერთო ხაზით ჩანს მართლმადიდებელი სწავლების დაცულობისა და სისავსის შენარჩუნების აუცილებლობა. ასევე საფრთხე, რომ მართლმადიდებელი სამყაროს ერთობა ხელოვნურად არ დაირღვეს და საქართველოს ეკლესია არ აღმოჩნდეს ვიწრო პოლიტიკური გავლენების ტყვეობაში. თავარი კითხვა სწორედ ეს არის. შეძლებს თუ არა მომავალი პატრიარქი, ვინც არ უნდა იყოს ის, ეკლესია დაიცვას და განარიდოს იმპერიული რუსეთის
გავლენებისგან, დატოვოს ზეპარტიულ, საერთო ეროვნულ ინსტიტუციად, არა ძალაუფლების მორალურ დანამატად, არამედ ყველაზე ჩაგრულთა, ყველაზე დაუცველთა და ყველაზე უჩინართა გამომსარჩლებლად. რადგან დღეს საქართველოს ეკლესიას სჭირდება არა მხოლოდ ახალი საჭეთ-პროფილი, არამედ კაფეო პასუხი. იქნება იგი საზოგადოების სინდისის ხმა, თუ კიდევ ერთი ჩუმი ინსტიტუცია ხმაურიანი უსამართლობის ეპოქაში.